კი, პროცესი დაიწყო, თუმცა სამწუხაროდ მე არ მქონდა სასამართლო დარბაზში შეშლის შესაძლებლობა ისე როგორც ძალიან ბევრ სხვა ადამიანს, რომელიც აქ არის შეკრებილი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ჯგუფურად განიხილავს ეგრეთ წოდებული სასამართლო საქმეებს და ამას აკეთებს ძალიან პატარა დარბაზებში განზრახ, რომ ადამიანს არ ქონდეთ დასწრების შესაძლებლობა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თუმცა ეს როგორც მოგახსენეთ, თავად არ მომისმენიობა, რომ ამის ნამდვილობას ნამდვილად ვერ დავადასტურებ. პროკურატურა ითხოვს საპატიმრო გირაოს, რამდენიც ეს ჩემთვის ცაღა ბუნებრივია, ცოტა ხანში, რამდენიმე წუთში ალბათ გახდება ცნობილი ოფიციალურად დააყენებს თუ არა ამ მოთხოვნას ახმეტი ღონისძიების სახით ივანიშვილის ეგრეთ წოდებული პროკურატურა, რეჟიმის პროკურატურა, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი ჩაგვრელი დღეს საზოგადოების წინაშე, ეგრეთ წოდებულ სასამართლოსთან ერთად, რომელიც ყველაფერს ასხივებს და ყველაფერს წარმოადგენს დღესდღეობით სამართლიანობის გარდა, კანონის უზენაესობის გარდა, საქართველოს მოქალაქეების ინტერესის გარდა, ის ასოცირდება უსამართლობასთან, დევნასთან, შურისძიებასთან, რეპრესიებთან, სწორედ ისე, როგორც ეს ხდება ავტოკრატიულ რეჟიმებში, თავად რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის თავისუფლება, თითოეული ადამიანის გამოხატვის უფლება, საქართველოს თითოეული მოქალაქის, ჩვენ ყველა ამ ბრძოლაში ვართ ნამდვილად თანამებრძოლები და ასეთად განვიხილავ ყველა ადამიანს. თუმცა რა თქმა უნდა, მინდა გამოვყო გიგი უგულავაძე. აი უგულავაძე მინდა კითხოთ ზოგადად ივანიშვილის ქმედება არ ექვემდებარება ლოგიკას, მაგრამ რატომ გამოარჩია ის ივანიშვილმა, მაინც როგორ ფიქრობთ, მეოთხე პატიმრობა შეიძლება ვნახოთ რომელიც ზუსტად ეს უნდა მეთქვა კი ზუსტად, რომლისთვისაც ეს იქნება მეოთხე პატიმრობა და არ არის პრინციპში მეოთხე პატიმრობა, იმიტომ რომ წინასწარ პატიმრობაში ის უკვე იმყოფება. თუმცა გიგისთვის ახლა მისი გაღიმებული სახე რო დავინახე დღეს სხდომათა დარბაზიდან გამახსენდა მათ შორის ის თუ როგორ ღირსეულად შეხვდა პოლიტიკურ პატიმრობას პირველ სამ ჯერზე, როდესაც ივანიშვილის რეჟიმმა ის დაატყვევა. გიგისთვის, ნაციონალური მოძრაობისთვის, ჩვენთვის ამგვარი უკანონობა, ამგვარი უსამართლობა, ეგრეთ წოდებული სასამართლოს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოყენება ნამდვილად ახალი არ არის. ვერ ვიტყვი, რომ შეგუებულნი ვართ იმ თვალსაზრისით, რომ ყველას მყავს ოჯახები, დღეს აქ გიგის სამი შვილი არის, რომლებიც ესწრებიან ამ პროცესს და რა თქმა უნდა, ადამიანურად ეს ყოველთვის ძალიან რთულია, თუმცა ჩვენ გვესმის რა პოლიტიკურ ბრძოლაშიც ვართ და ამ პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ 12 წლის განმავლობაში. უბრალოდ ის, რაც ახლა განასხვავებს დღევანდელობას იმ სამი წინა ჯერისგან, როდესაც დააკავა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა გიგი უგულავა პოლიტიკური მოტივით, არის ის, რომ ამ რეპრესიებმა მიიღო სულ სხვა მასშტაბი. რომ დღეს იდევნებიან ჟურნალისტები, მათ შორის მართლა გმირად ქცეული მზია ამაღლობელი ქალი ჟურნალისტი, დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენელი, იდევნებიან ჟურნალისტები, იდევნებიან მსახიობები, იდევნებიან ექიმები, იდევნებიან არასრულწლოვნები, ისე როგორც ეს ხდება რუსეთში. ამან მიიღო უკვე არა ერთეული პოლიტიკოსების წინააღმდეგ ტერორის სახე, ან პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ ტერორის სახე, რასაც ჩვენ ნაციონალური მოძრაობა განვიხილავთ და ვიყავით ამის სამიზნე მრავალი წლის მანძილზე და ამის ნათელი მაგალითია მათ შორის რა თქმა უნდა პოლიტიკური ტყვეობა პრეზიდენტ სააკაშვილის, რომელიც მეოთხე წელია პოლიტიკურ ტყვეობაში იმყოფება და სწორედ ამ უსამართლო ეგრეთ წოდებული სასამართლოს და ეგრეთ წოდებული მოსამართლეების მიერ გამოტანილი ეგრეთ წოდებული განაჩენებით. არამედ ახლა ამ ყველაფერმა მიიღო საზოგადოებრივი ტერორის სახე. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის მცდელობა, რომ ამ საზოგადოებრივი ფართომასშტაბიანი ტერორით საზოგადოების ყველა სეგმენტის და ასაკობრივი ჯგუფის თუ პროფესიის წინააღმდეგ მან ჩაახშოს პროტესტი რეჟიმის წინააღმდეგ და მოახდინოს დიქტატურის კონსოლიდაცია. თუმცა ერთი რამ, რაც აუცილებლად მინდა თქვა და ამას ხაზი მინდა გაუსვათ, იმიტომ რომ ამის ღრმად წამსგან ჯერა არის ის, რომ მოხდება არა დიქტატურის კონსოლიდაცია საქართველოში, არა ივანიშვილის დიქტატურის კონსოლიდაცია, არა რუსეთის შექმნა, არა ბელორუსის შექმნა.
არამედ მოხდება საზოგადოებრივი კონსოლიდაცია. ჩვენ ყველა დავინახავთ, რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალები და ემერთიანობით დავამარცხოთ ივანიშვილის რუსული დიქტატურა. კი ბატონო, თინა დღეს ოფიციალურად შეგიწყდათ უკვე სამი ოპოზიციური კოალიციის წარმომადგენლებს მანდატები, საპარლამენტო მანდატები, რაც ფორმალურად იყო ხოლმე ბარიერი მანდატის მქონე პოლიტიკოსების დაპატიმრების დროს. მათ ათავისუფლებდნენ მალევე რამდენიმე საათში. ახლა ელოდებით თუ არა პირველ რიგში ახალ საქმეებს ეს გითხარით და რაც ეხება მანდატების ნაწილს, რატომ შექმნა ივანიშვილმა განსხვავება 2020 წელთან შედარებით, როდესაც ახლა დათანხმდა თქვენს ამ მოთხოვნას? სიმართლე გითხრათ, მე ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარი დიფერენციაცია, რომელსაც თითქოს დაიყენებდა ივანიშვილის რუსული რეჟიმი, მათ შორის ჩემი აზრით იყო მცდელობა რაღაც სათხოვარა გამოეყენებინათ ერთეული პოლიტიკოსების წინააღმდეგ. ამ სათხოვარას ბუნებრივია არავინ აყვებოდა და ყველა ამ ბრძოლაში ვართ სრული თავგანწირვით და სრული გაცნობიერებით იმის, რომ სასამართლო დარბაზში განსასჯელი სკამზე ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს და მინდა გითხრათ, რომ მე პირადად ეს გაცნობიერებული მაქვს 2012 წლიდან, იმიტომ რომ ყოველგვარი მიზეზის გარეშე სწორედ პოლიტიკური მიზნით ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ჯერ კიდევ იმ დროიდან იდევნებოდნენ. ამიტომ ეს სათხოვარა უკიდურესად არა ეფექტური აღმოჩნდა, ასე ვთქვათ, ივანიშვილის ხელში, მისი რეჟიმის ხელში, თუმცა ამ დრომდე ამას იყენებდა, მაგრამ ახლა მისი ავტოკრატიული მმართველობა სხვა ეტაპზე გადავიდა და შესაბამისად აი სწორედ დიქტატურის კონსოლიდაციის მიზნით და რომ აჩვენოს საზოგადოებასაც, რომ მას ის უკან დასახევ გზას აღარ იტოვებს, შესაბამისად არ დაიხევს უკან არც საზოგადოების ტერორში, არც რეპრესიებში, არც დარბევაში, არც დაჭერებში, არც წამებაში, ამის დემონსტრირებისთვის მას სჭირდება მათ შორის აი უფლებამოსილებების გაუქმება, შემდეგ მცდელობა რომ გააუქმოს პოლიტიკური პარტიები, რაც იყო მისთვის გაცხადებული მიზანი და ამას ხალხს ჩვენ ვამბობდით ხოლმე მათ შორის წინასაარჩევნოთ, რომ გავაერთიანოთ ჩვენი ძალები, ჩვენი ძალისხმევა, იმიტომ რომ ივანიშვილმა რომ რაიმე სახით შეძლოს საარჩევნო შედეგის манипуლირება და ძალაუფლების კონსოლიდაცია, ის მოახდენს შემდეგ უკვე დიქტატურის კონსოლიდაციას. და ამიტომ დღესდღეობით უკვე აი ამ ძალის დემონსტრირების მიზნით მან შეაჩერა უფლებამოსილება სამი კოალიციის. ერთადერთი კოალიცია ეგრეთ წოდებული ბარიერი გადალახული კოალიცია, ამ ბარიერის გადალახვას ამ პროცენტებს, რომელიც ივანიშვილმა ესე დაწერა და დააწერინა კალენდარში, ბუნებრივია ამ შედეგს არავინ აღიარებს. თუმცა მათი შედეგითაც კი არის 4 ბარიერ გადალახული კოალიცია და პარტია და საგულისხმოა, რომ ამ 4-დან ერთ-ერთს არ აქვს დაწერილი უფლებამოსილების შედეგი. ისინი ამბობდნენ, რომ ისედაც გადის ეს ვადა მაისის ბოლოს, თუმცა მაინც ეს მანდატი ქმნიდა თუ არა ერთგვარ დამცავ ქოლგას აი დიქტატურისკენ სრულის პირობებში. შეიძლებოდა თუ არა ყოფილიყო ეს არგუმენტი ერთ-ერთი თუნდაც შენარჩუნებისთვის, იმის გამო რომ ბრძოლაში ყველა მნიშვნელოვანია, ყველა მებრძოლი თავისუფლებები ხდებიან პოლიტიკოსები, შეიძლება არ ვიცი საკანში აღმოჩნდნენ უფრო მარტივად, ვიდრე ეს ხდებოდა ამ დრომდე. ცეონა თამარ, მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, მინდა გითხრათ რომ ვაჟღერებ მოსაზრებას ორი კოალიციისაც, რომ ჩვენ ვიბრძოდით იმგვარივე თავგანწირვით და ისევე ამ დრომდე, როდესაც არალეგიტიმური პარლამენტი სწორედ იმისთვის, რომ ერთგვარი სათხოვარა ყოფილიყო ეს, ვითომ უფლებამოსილების საკითხს არ განიხილავდა, როგორც ვიბრძოლებთ ხვალ. ასე რომ ჩვენთვის ეს დიფერენციაცია იყო სრულიად ხელოვნური, მოგონილი რეჟიმის მიერ, სწორედ იმისთვის, რომ ამ დიფერენციაციით კვებოს ფრაგმენტაცია ოპოზიციაში და ამ ფრაგმენტაციით დააქსაქსოს ოპოზიცია და დააპირისპიროს ერთმანეთს. მე ვფიქრობ, სიმართლე გითხრათ, რომ ეხლაც ნებისმიერი რაღაც პროცედურული საკითხი შეუძლიათ გამოიყენონ თქვათ და გახარიესად შეუჩერონ ეს უფლებამოსილება, მაგრამ არ გააკეთებენ ამას. რატომ? იმიტომ რომ გვასაუბროს სწორედ ამაზე, ჩვენს განსხვავებებზე და არა იმაზე, რომ ჩვენ თანხმდებით, რომ დღეს საქართველოს ივანიშვილის სახით ყავს რუსული დიქტატურა და რომ ეს რუსული რეჟიმი უნდა მოვიშოროთ, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ სრული კონსოლიდაცია, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ სრული გაერთიანება და ისეთი ეფექტიანი ბრძოლის წარმოება რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც
რომელიც აუცილებელია რუსეთის დასამართლებლად. ამიტომ ამ გახარიას პარტიის წევრების არგუმენტი ხო როგორია თქვენი იდინა ივანიშვილის ტაქტიკური სხვა. ნახეთ იქ გახარიას პარტიის წევრები ამბობენ რომ არ ჩაუვარდეს პირიქით ჩვენს წინააღმდეგ. ნახეთ გახარიას პარტიის წევრები ამბობენ რომ პირიქით და ივანიშვილს არ ჩაუვარდეს ხელში და ისე როგორც მას მოესურვება არ გადაწყვიტოს ანუ ეს საშუალება არ მივცეთ ივანიშვილსო ამ არგუმენტით ხსნიდნენ ისინი თავის დროზეც როდესაც არ მიმართეს პარლამენტს ანუ ეს არგუმენტი არ არის ხსნიდნენ უკაცრავად რომ ივანიშვილს არ მიეცეს საშუალება თავად გადაწყვიტოს როდის შეუწყვიტოს მანდატი ან არ შეუწყვიტოს იქამდე ვიდრე ცხადია მაინც გადაწყვეტს ხა თავად თქვით და ამას და როდესაც გავვა ხომ მაინც გადაწყვეტს ანუ რას ცდილობს ამით გახარია რომ მაისამდე არ დაიჭიროს ივანიშვილმა მერც მომეთ ივანიშვილს რომ მოუნდეს გიორგი გახარიამ დაჭერა მაისამდე ფებრუარშიც დაიჭერს მარტშიც დაიჭერს და აპრილშიც დაიჭერს ამიტომ არანაირი იმუნიტეტი ეს სინამდვილეში არ არის ეს არის სრულად აბსურდული არგუმენტაცია მაგრამ თავად ეს დისკუსი და მათ შორის ეს დისკუსია რაც ახლა ჩვენ გვაქვს მეტყველებს იმაზე რომ ივანიშვილი ამგვარ სათხოვარას იყენებს როგორც ინსტრუმენტს იმისთვის რომ ოპოზიციაში შემოიტანოს დისონანსი და ჩვენ ვერ შევძლოთ ერთიანი ფრონტის შექმნა ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. აი ეს არის რეალურად, ეს უნდა გავაცნობიეროთ და არ უნდა წამოვედოთ რეჟიმის სათხოვარას. ბატონო, ამ შემთხვევაში მამუკა მდინარაძე მორიგი ინიციატივებით, არ ვიცი მოასწარით თუ არა ნახვა, რომელიც ეხება მედიას შეიზღუდება მედიის დაფინანსება უცხოური წყაროებიდან დადგინდება მედიის ობიექტურობის ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. ეს არის ძირითადი შინაარსი. გითხარით, აი ეს ცვლილებები, რაც ჩვენივე რეგულირების სფეროა, ახლა სახელმწიფოს სურს აქ შემოსვლა ამ ნაწილში, უცხოური დაფინანსების შეწყვეტაც არის ერთ-ერთი ბერკეტი ონლაინ მედიის მოგუდვის. ეს არის სისუსტე, როგორც ამას ამბობენ ხოლმე ზოგჯერ, თუ რეალურად ძალიან სწრაფი გზით დიქტატურის დამყარება ქვეყანაში. კი, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სწრაფი სვლით დიქტატურის დამყარების მცდელობა, რაზეც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არჩევნებზე თქონდა საუბარი, რომ თუ ივანიშვილს გაუვიდოდა არჩევნების მიტაცება და გაიფორმებდა ამ ყალბს არჩევნულ შედეგს, ის ძალიან სწრაფი სვლით წავიდოდა დიქტატურის სრული კონსოლიდაციისკენ. მას რაღაც მცდელობა დასაწყისში ჰქონდა, რომ ევაჭრა ასე ვთქვათ, დასავლელ პარტნიორებთან, თუმცა ახლა ვხედავთ, რომ ეს სავაჭრო სივრცეც მან მოიჭრა და აღარ დაიტოვა და ბოლომდე დაადგა კრემლის, იანუკოვიჩის, ლუკაშენკოს გზას. რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიების გაუქმებასთან ერთად მისთვის სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს დამოუკიდებელი მედიის მოგუდვა. ამას ის არასდროს არ მალავდა მაშინ, როდესაც შეცვალა რუსთავი 2-ის სამაუწყებლო პოლიტიკა და გადაიფორმა როგორც პროპაგანდისტული არხი, არ მალავდა მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის საქმეებს აღზრავდა დამოუკიდებელი მედია მენეჯერების წინააღმდეგ და არ მალავს განსაკუთრებით დღეს, როდესაც აღვირახსნილ ძალადობის კამპანიას და რეპრესიებს ხედავთ კონკრეტულად კრიტიკული არხების ჟურნალისტების წინააღმდეგ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა დიქტატურის კონსოლიდაცია სჭირდება ის, რომ ქვეყანაში არ არსებობდეს განსხვავებული აზრი და განსხვავებული აზრის ყველაზე ხმამაღლა მთქმელები ვართ მედიის წარმომადგენლები თქვენი სახით, სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლის გაგუდვასაც ჯერ კიდევ რუსული კანონით ცდილობდა ივანიშვილი და პოლიტიკოსები, რომლებსაც ან აკავებს, ან ცემს, ფიზიკურად უსწორდება, ან სხვადასხვა სამართლებრივ ხრიკებს მიმართავს იმისთვის, რომ პოლიტიკური პარტიები უბრალოდ ქვეყანაში აკრძალოს. ამიტომ არის სწორედ, რომ ახლა არ არის დრო ფრაგმენტაციის, სხვადასხვა სეგმენტებად საზოგადოების დაყოფით, ჩვენს წარსულზე თუ თუნდაც დღევანდელობაში განსხვავებულ მოსაზრებებზე აქცენტირების, არამედ დრო გაერთიანების, იმიტომ რომ უნდა გვესმოდეს, რომ ხვალ და ზეგ ნებისმიერი ჩვენთაგანი შეიძლება აღმოჩნდეს განსანჯელის სკამზე, ნებისმიერი ჩვენთაგანი შეიძლება აღმოჩნდეს ციხეში, ნებისმიერი ჩვენთაგანი შეიძლება აღმოჩნდეს ძალადობის და წამების მსხვერპლი, ნებისმიერი ჩვენთაგანი ოჯახის წევრს შეიძლება დაემუქრონ და საუბარი არ მაქვს იმაზე, რომ დამოუკიდებელ მედიებს, პარტიებს და სამოქალაქო ორგანიზაციებს ივანიშვილი უბრალოდ დაკეტავს. ქვეყანასთან ერთად.
კეთილი. ხალბატონ თინა, ბოლოს დღევანდელ შეხვედრებზე მინდა გკითხოთ, აქ საინტერესოა ისიც რატომ იყო, რატომ ორი შეხვედრა. ერთი შეხვედრა იყო სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციის ლიდერების და საელჩოების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით. შემდეგ მეორე შეხვედრა რატომ გახდა საჭირო ასწევე გაგრძელებათ ამ შეხვედრით უკვე სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობის გარეშე. ორი სხვადასხვა შეხვედრა იყო, რომელიც ემსახურებოდა ერთსა და იმავე მიზანს და მიზანი, რომელიც დღეს აერთიანებს პოლიტიკურ სპექტრს და ნამდვილად ეს მახარებს, რომ საგარეო კომუნიკაციაში ნამდვილად არსებობს უნიფიცირებული ერთიანი მიდგომები და ერთიანი გზავნილები და მე ვფიქრობ, ამიტომ არის, რომ განსაკუთრებით ეფექტიანი არის ჩვენი კომუნიკაცია და ამის მაგალითად მათ შორის შემიძლია მოვიტანო სტრასბურგში ოპოზიციის მუშაობა, სადაც ასევე ძალიან დიდი როლი ქონდა სამოქალაქო სექტორს, მაგრამ პოლიტიკურ პარტიებს რომ განსხვავებული და დიფერენცირებული მიდგომები ქონოდათ, იქაც ერთმანეთისკენ რომ თითის გაშვერას ქონოდა ადგილი, გვეთქვა იგუშინ შენეს ცუდად გააკეთე ან ცუდად გამოხატე პოზიცია და ამიტომ მოდი დღეს მე შენ არ დაგელაპარაკები და ერთი და იგივე შეხვედრაზე არ დავждები შენთან, მერწმუნეთ ის შედეგი ვერ დაიდებოდა სტრასბურგში, რაც დაიდო, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. ამიტომ ახლა ამ შედეგზე უნდა დავაშენოთ, ჩვენ უნდა წავიდეთ წინ, სასანქციო პოლიტიკა უნდა გაღრმავდეს, სასანქციო პოლიტიკამ უნდა მოიცვას არა მხოლოდ კონკრეტულად ივანიშვილი ან გომელაური, არამედ ყველა რეჟიმის მსახური, იქნება ეს სასამართლოში მოსამართლეებად მოსამართლის მანტია გადაცმული ადამიანები, რომლებიც რეალურად რეპრესიების აღმსრულებლები არიან, ისევე როგორც ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ძალადობენ დემონსტრანტებზე, თუ იქნება ეს ივანიშვილის ოჯახის წევრები, რომელზეც ხედავთ, რომ ის ცდილობს სხვადასხვა ბიზნესების გადაფორმებას, იმისთვის რომ თავი აარიდოს სანქციებს, ამიტომ სასანქციო პოლიტიკის გაგრძელება, არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა, პრეზიდენტზე კითხვას დაუბრუნდებით, იგრძნობა თითქოს ერთგვარი სიგრილე ურთიერთობებში, მას შემდეგ რაც მან დატოვა ათონელის რეზიდენცია, ეს ასეა თუ აღქმაა მხოლოდ კრიტიკული მედიის, რას გვეტყვით? სიგრილე ურთიერთობაში ერთგვარ სიგრილეს. სიგრილე ურთიერთობაში თამარ მე თქვენთანაც არ დამიმალავს, ამაზე პრინციპში ვცლადაც ვისაუბრეთ წინა გადაცემაში. სიგრილე ჩვენს ურთიერთობებში, რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას და სალომე ზურაბიშვილს, არსებობდა ყოველთვის და ამას აქვს ძალიან კონკრეტული მიზეზი და ამ მიზეზს აქვს სახელი და გვარი, რომელიც ცდება ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ ივანიშვილის პოლიტიკური მართლმსაჯულების აღსრულებას. ეს არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელთან მიმართებაშიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გამოეყენებინა შეწყალების უფლებამოსილება, ექსკლუზიური მისთვის კონსტიტუციურად მინიჭებული უფლებამოსილება, თუმცა მან ეს არ გამოიყენა და ამიტომ ეს სიგრილე, ეს სირთულე და მე ვიტყოდი უთანხმოება ჩვენთვის ნამდვილად ყოველთვის იყო, არის და იქნება, იმიტომ რომ ჩვენთვის ყოველთვის აუხსნელი იქნება, რატომ არ შეიძლება რომ ყველა დავდგეთ ერთ მხარეს, მაშინ როდესაც ვებრძვით რუსეთს და განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად ვერავინ იტყვის იმას, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველთვის არის და იქნება მთავარი მედროშე ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის, რომ მან გაუხსნა ქვეყანას გზა ევროკავშირისკენ, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკურ პლატფორმაზე თუ შეხედულებაზე არ უნდა იყოს ადამიანი დღესდღეობით, ამიტომ როდესაც საუბრობთ ერთიანობაზე, ეს მართლაც რაღაც მანტრა არ არის მანტრა, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ჩვენი ქმედებებით. თუმცა ხელს იყო თავად პრეზიდენტი სააკაშვილის მოსაზრებაც, რასაც მე ნამდვილად მივესალმები, რომ მიუხედავად ამ ძალიან ფუნდამენტური განსხვავებებიდან დღეს უნდა დავდგეთ ერთად რეჟიმის წინააღმდეგ და შესაბამისად ნაციონალური მოძრაობა იქნება ყველგან, სადაც გადის ბრძოლის ხაზი რეჟიმის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე, შესაბამისად დიპლომატიურ კორპუსთან, ვისთან შედგა შეხვედრა და ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ ამ შეხვედრაზე ერთმანეთს მოვიაზრებთ როგორც თანამოაზრეებს, თანამებრძოლებს იმ დიდ ბრძოლაში, რომელშიც აუცილებლად უნდა გაიმარჯვონ დემოკრატიულმა ძალებმა.